აი, ძვირფასებო. ესე უნდა ვამუშავოთ ქმრები ოჯახში. დიახ, კარგად მიუსმოუსვი, ბიჭო. ოჩახ, აი ასე, კიდე. კიდე. ეს გაგაწრული აქვს სადღაცა. გოდეს შემეშვიდე. აი ასე. ოჩახ. Let me try it too. რასათია? 9:09. შენ წითელი ორმაგისკოში ხარ გინახე? სადმე? ის იქით არ წავიღენე სკოლაში, სუდა ხარჯი. That color. დიდა. მეთქინა. გაგიტეხა ხელი. ეს სულ ჩემი თითებია, თუ ფრჩხილებია, თუ რაც არის. აი ასე. აი ასე. მორჩი მოგიდა. მოგიდა მორჩი? 3. Then I win. მაყობილი ხარ? Let's put on the video. აჰა, კაი. No cheating. No. I like it without. ფასება მოკლედ რომ შეგვირდით ახლა. აი ამ ხსნას გამოვიყენებ. ეს გავახურე. ოღონდაც ნახეთ. აუცილებლად გაიკეთოთ, რომ და ბევრი არ მქონია ესეც. აი უყურეთ. უბრალოდ მოусვამთ მერე და შელეიანს. ახლა ვიღებდი მეგონა, არაფერი თვითფასებო, აი ამით. всё, ამით მოსცილდა ჯანდაბა მეგონა მივაჭირე. ცეგვისთვის ვემზადები უნდა წავიდეთ. ჩაცმულიც არ ვარ, მარტო შარვალი მაცვია. ხედავთ ზემოთ ის რომ მაცვია. პიჟამასი. აი ასე უყურეთ, ასე აკათქათებს. აც დაჭერა გინდათ კუბკის. უბრალოდ მოусმევთ და всё, ეგ არის აი ასე. მეტი არაფერი არ უნდა. ძალიან მაგარია ეგ. ხსნარი, ოღონდ ეს არის რომ აუცილებლად უნდა გაიკეთოთ. პირდადე მე არ მიკეთია და გამოვახე უცებ აივნის კარები. საღამო მშვიდობის ძვირფასებო. როგორ ახართ? როგორ გიკითხოთ? დღეს არის 14 იანვარი. ძველი ახალწელს გილოცავთ ყველას. დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით. ამ 2026 წელს ყოველივე საუკეთესო მოეტანოს ყველასთვის, თითოეული ჩვენგანისთვის. მოკლედ, წუხელ გადავაწყდი ესეთ იმას რა ქვია. დიდადამ ჰოროსკოპების მჯერა მეთქი ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრი რაღაცა ემთხვევა ჩემზე, ანუ თევზებზე და წუხელ გადავაწყდი ესეთ რაღაცას. სადუღებული ხარ? მოყვები ერთ წამთავრდა მამას. ჩანთა რატო დევს ბიჭო იატაკზე? Dadeka. რა გინდა? ამ ცეცები არ დაყაროთ. მოკლედ, სპაგეტი უნდა გავაკეთო, თორე არ დამილოდება.
ხალხო მე ვეძახის სპაგეტს მომზადებულ კეცს, რაიმე ბევრჯერ უნდა ვთქვა. მოკლედ არ ვიცი რა გავაკეთო. მე ვხვდები. იმიტომ რომ რამდენი ვიტყვი სპაგეტი გავაკეთე მეთქი ვიცი ისევ დამიწერენ ეს არ არის სპაგეტი და მე ამას ვეძახის სპაგეტს ხალხო. მომზადებულ კეცს. და სკოლაში მეუბნებოდა სპაგეტი მინდა დედიკო ხო და მოვედი თუ არა დავიწყე ხა ეგ მოკლედ ძალიან ნაწყენი ვარ გოდეზე, მაგრამ არ ვიცი ვთქვა თუ არა. კნოპკას არ დავაჭირე? გეგანა მცეცები არ დაყარო. აიღე ხა შენ იატაკზე რაც დააგდეა და ნაგავში წაიღე. აი ესეც მორჩი? ჭამას იმისას ნახე? დედა ხო, ჰოროსკოპზე გიყებოდით. დიდად არ მჯეროდა მეთქი, მაგრამ ბევრი რაღაცა ხდება მოკლედ თევზებთან დაკავშირებით და ასე რომ წუხებ გადავაწყდი ისეთ რაღაცას. მოკლედ 2022 წლიდან თქვა, არ ვიცი, მოკლედ გავაზიარე და თუ იმეს და გაინტერესებთ მოусმინეთ რა, ზუსტად ეს დეტალებში მე არაფერი არ მახსოვს ხოლმე და ზუსტად ისე ემთხვევა ეს ჩემი რამოდენიმე წელი. რაც იქ იმ ქალმა ილაპარაკა და 2026 წელს თურმე ამოვისუნთქავ და ღმერთმა ქნას რომ ამოვისუნთქო. მართლა. ღმერთმა ქნას. ისეთი წელი ექნებაო და მოკლედ. იმედი ბოლოს გვდებაო, გქონდეს კარგი სიმინდი. გავიყინე. ციოდა ძალიან იქ. მასწავლებელმა კი იყიდა გამათბობელი კონდიციონერი, მე მგონი კონდიციონერი ქვია. მაგრამ არ იმაშება, იმიტომ რომ დიდია ოთახი და. კოდე მაინც ოფლიანი არის. არ ვიცი, მაინც ოფლიანი იყო გამოუცვალე, ისე წამოვიყვანე. და როგორ მეზარება ყველაზე მეტად ეხა მჭირდებოდა ცილი. წუხება დროს დავიცინე. მაგრამ თამშია, ნაჭამი არ ვარ, თან მე ესენი რომ გაძახებენ შიაო, როგორია რომ დაიცინო. მე მაგალითად სულ არ მინდა ეს სპაგეტი და დიდი სიამოვნებით ხომს და ყველს მაინც შევჭამდი. უმოვასწარი. ცოტა ხომს გავაკეთე პატარა ხაბით. მაგრამ იმაში ფაფა მაქვს. აი მით გავაკეთებ ცოტას. არაფერი არ გვიყიდი, არც ხორცი რამე რომ ეს საერთოდ არაფერი. არ ჭამენ ბავშვები, თევზის ყიდვა მინდოდა, მაგრამ იმასაც არ ჭამენ და ამიტომ
გუშინ გადავიფიქრე, კი მივედი, მაგითო წავედი მაღაზიაში, მაგრამ მე გადავიფიქრე. შოზე დეიდასგან მომიტანე ხა ეს 19 ლარის. ჩავინიშნო და არ მინდა რომ ცალ-ცალკე დავდიოდე, მაგრამ დაკეტილი ქონდა ანიკო დეიდას. ხო და ამიტომ მომიწია იქ მისვლა. 70 მქონდა და ეხა 19-ს მივამატებ. 90 ლარამდეა. 1 ლარი აკლია. ჯამში მაქვს ამდენი შოვა დეიდას. ესეთი მჭირდება დაუეჭველი, თორე არ მივიდოთ. მაგრამ იქ ეს მოდად გოგოებს როგორ მეხვეწებოდა და სპაგეტი მინდაო დედიკო. შობლები იყვნენ. გამოდენი მე ხო დავდივართ იქ და ეს მოდად როგორ მითხრა. უხელაც მითხრა, ღამე 12-ის ნახევარი ან 12 საათი იქნებოდა. ვერაფრით ვერ გავაკეთებდი. გამახსენდა მერე, ესენი რო დავაწვინე. მერე გამახსენდა მე რო დილით საჭმელი უნდა მქონოდა რომ იმას რა ქვია, ცეკვაზე უჭმელი ვერ წავიყვანდი და ავდექი და ის გავაკეთე. ბრინჯის ფაფა. ვაჭამე დილით ისე წავიყვანე, მაგრამ მაინც ბევრი რო არ უჭამია ადას, გოდესაც. დილით არ ჭამს გოდეცის, უნდება ღამე ჭამა. მოკლედ, მუხას ამანათი ჩამოვიდა. ოღონდ მე ვერ დამიკავშირდა და არის ლიკასთან. აქ რო დადის ჩემი მეგობარი გოგო, აი მაგასთან. გოდერძი ავუშვი, დედიკო მეთქი. ამანათი მინდა უთხარი მეთქი, ადი მეთქი და ჩამოიტანე მეთქი და ლიკა არ იყო და ჩამოვიდა. რო დაურეკე ლიკას დედა იყო თურქეთში, ეხა ჩამოვიდაო და მე იქეთ ვარო. სახლშიო დედა ჩემთანო და მისცემენო იქო რო ეტყვისო და არაფრით არ უთქვია, მე ვერაფრით ვერ ავგზავნე. იმდენად მორცხვია ბიჭი და ასეთი, კი უარესიც მინანხია მე ბიჭი. მაგრამ მაინც საერთოდ არ მომწონს რო ასეა. აი საერთოდ არ მომწონს რო გოდერძი ესეთი მორცხვი იყოს. ვერ ვიტანას ერთ მდგომარეობას. ისი უნდა მოგერიდოს, ესე იგი ბიჭები არიან თავს გადაგჭამენ, გოდეზე უმცროსები და პატარები. და მე სიტყვითაც ვერ დავეწევი ხოლმე, ისეთები არიან და ეს კიდე ვერ ასულა იქ. და ვერ უთქვია რომ ისო რა ქვია, ამანათი მინდაო. ისეთი გაბრაზებული ვარ, მეტყობა კიდევაც ძალიან გაბრაზებული ვარ. მეც არავეთი, იმიტომ რომ მე ესე ვერ ავიდოდი ხელმძღვანელი. თან ახალ წელს. ცეკვიდან მოვდიოდი. ამათი წლები ჩანთა. მე ის კეთობას ვიყიდე. ყველაფერი მე მეჭირა ხელში. იქ ჩაცმა გინდა, გახდა გინდა ყველაფერი მე. აღმოდი სპაგეტისთვის გრძლად დავჭრი. აი ასე. რატომ უნდა ვაკეთო 1 საათი წამებში მოვჩები ამას დაჭრას. მეორე ეტაპაზე ვაკეთებ ის ჯერ არ გამირეცხია უცებ წავედით.
ჩვენ ის გადავიღე რომ გაჩვენეთ მაგის მერე. ამიტომ ის მეორე ტაფარები და იმაზე ვაკეთებ და ეხა ეს სამთარე არ იმას ვიზამ, იმიტომ რომ წასვლა რომ მოგვიწიოს თბილისში კონცერტზე. გამჭირდება. თანხა, ამიტომ არ დავიდე გვალს, რომ მერე ვიყიდი. მაგული დეიდას აქვს ის კაი ხარისხის კაფეები, ის რო ვიყიდი, ისეც ვიყიდი. რამდენიმეს გამოვართვე. რასეძე? Sorry. მაცივრის წყალი არ დავირო, უყურე როგორი გაყინული წყალი მოდის. გაუშვი მაგას. გადავიღებდი ამანათის ვიდეოს. ამანათი ვერ გამოართვა. ნიტა არ არისო მითხრესო და წამოსულა აქეთ. მე უთხარი კაცო, ნიტა რატო იკითხე მეთქი შენ? ვინ იყო და დეიდა იყო მან? დეიდას სახლია ის? დეიდა ცხოვრობს მან. სტარექსის ფოსტა აგვიანებს ძალიან ტემუსზე რომ მუშაობს საქართველოს ფოსტა თუ რა არის მოკლედ სტარექს რო აწერია ძალიან აგვიანებს ხოლმე და ვერ ვიტან აი იმ ფოსტას მაპატიეთ მაგრამ იმიტომ რომ ჩემამდე გამოწერილი ქონდა მუხას ეხა მე ბოლო რომ მომივიდა იქამდე გამოწერილი ქონდა სადღაც 3 თუ 4 დღით ადრე და ეხა მიუვიდა. კაი, მოგეთ მარინა ჩავყარე. ეხა ეს ჩავყაროთ მაკარონი. ნახევარზე მეტი ჩავყარე მე მგონი. ხო, ეს ყველი არ მომეწონა გითხარით. კარგი, ეს დავჭერი ხალამი და მწვანილი. დედი სულარონდა ეს წუხერ მოვიდნენ ჩვენთანაც ბავშვები იყვნენ მაგრამ აი ჩვენთან რო იციან ჩემს სოფელში ფორმები აცვიათ და გზადაგზაც მღერიან მარტო რო დაგიკაკუნებენ და ამერიკას რო გააღებ მერე რო ერთს წაიმღერებენ ისე არა გზადაგზა მღერიან ესე შედიან მასპინძელო როგორ არის რაღაცას ესე იმაშვებიან და მახსოვს მე ერთხელ დაგვაღამდა არა ახალ წელზე მამიკო მოინდომა რომ თავის ძირ სახლში მივსულიყავით და გზადაგზა ჩვენს მღეროდით და ისე მივდიოდით. მამაჩემმა იცის ის სიმღერა ეხლა მე დამავიწყდა, მაგრამ დამავიწყდა ვერ ვიხსენებ. ჟანდაბა. რო გადამეკეტება მე ხო всё. საერთოდ მამაჩემს უყვარს სიმღერა, სიმღერის ხოლმე. სიყოფა ახლა მივამატოთ. მე მგონი ეყოფ.
ასევე მწვანილი მაინც არ უყვართ იმათ. აი. ცოტა კიდე დამჭ. ეს უნდა გავუკეთოთ. ხო, მისულენ ჩემს სახლში და ეს რა ქვია, ლიკას ქონდა ვიდეო. ჩამიგდე მეთქი მეც, მაგრამ იქნება და სულ არ უნდათ YouTube-ში გამოჩენა, თორე იმას ვიზამდი. დავდებდი, მაგრამ სპეციალურად არ დავდებე ხა მაგიტო. Facebook-ზე დევს და ვინც ჩემი გამომწერები ხართ, ნახავით. ლიკა მყავს მეგობრებში და ისედაც ჩანს ხოლმე ის. მაგის ვიდეოებიც. როგორ მინდა რომ ეხა დალაგდეს ეს ცეკვა. ხო და კარგი მომზადებულები რომ ვართ, ისე მოგვიწიოს წასვლა. აი ეს ვიპოვე აქ ამის გადა საფარებლად. აი აქ ხომ აქვს გადაკრული. აი ეს ვიპოვე. მაგრამ ესეთი ის არ არის განიერი. ხო და არ ვიცი და ნახოთ. გავაკეთებ თუ არა, კიდე მაქვს სადღაც მონაჭრელებს ვინახავ ხოლმე. ყავა არ მახსოვდა რომ მქონდა და აი მოვიყიდე და გავავსე ის. ისე ხლა ვნახე. გამოვალაგე და იქავრობა რომ ჩავალაგე მასში. იყოს სამდინარეში და всё, ეყოფა იმას ეხა გამოვუთავ. ორი წუთი არ მედგა მე მგონი. როგორც გააშალა ხოდნავ გამუხარე მაგრამ სადამდეც წყალი ესხა კაი ეხლა გვინდა ჩვენ სეთი ყოველთვის ერთნაირად ვაკეთებ იმიტომ რომ შენ ბავშვებს ცვლილებები დიდად არ უყვართ ავყაროთ ხახვი
დავამატებ ახლა ამას ნიორს. ნახეთ როგორ ყანყარებს. აი უყურეთ. ამიტომ არ მიყვარს აი ამ გაზის სადგამი. მოკლედ. ოჰო, ხარყენდება. თავის ხამე ყავას. და ნათითურები ემჩნევა რომელი აძვრა ნეტა. რომელი აძვრა ნეტა და რას ეძებდა ნეტა აქ. ადა იქნება აქვს, ადა დადის სულ ზემოთ, თორე მეტი არც ერთი არ დადია. ემჩნევა ნათითურები. კამერაში მამიკოა. ხო გესმოდა რომ გელაპარაკებოდა. ცივს მივამატებ, რომ მალე დავლიო. ამ ცხარი უნდა შევჭამო. ეგ არის რომ ვიყიდე ანიკო დეიდასთან. მე არ გამომიცხვია. არც სალამაკ, არც ხალისი მაქვს და არც არაფერი სიმართლე რომ გითხრათ. სურვილი არ მქონდა რომ გამომეცხო. ამიტომ აი ეს ვიყიდე ანიკო დეიდასთან. კარგი. ეხლა ამაში ჩავამატოთ ეს გაციებული მაკარონი. აი ეს. აქ იმიტომ ვამატებ, რომ მე მაკარონსაც თუ შავ ესე გამოდის. ჩვენოთ ახლა ესეც. ნახეთ. ხავთან ერთად ესეც მოითუშება და უფრო მომწონს მე ამის გემო. აი ეს. კი დედიკო სპაგეტის ვაკეთებ. ეხლა დავჭერ ამ პანელს მე უცებ. რომ მოსაყრელად დადმქონდეს და ქონდარი არ მაქვს გავუკეთებ და დამხოცავენჭე. თუ ქონდას კი არა, შავპინგოს უკეთებდი. ქონდარი არ მაქვს და რატო დამავიწყდა რომ მეყიდა შავი პილპილი იმას. მაგრამ მე ასად არ დავდივარ, სულ სახში ვდივარ, ხვალხუთშაბათია და ზედ არასდროს მინდა ეგა მივიყვანო. ესე მაქვს გეგმაში, მერე ზუგდიდში მინდა წასვლა. ეგეც მაქვს გეგმაში, თუ მოვახერხეთ, რა თქმა უნდა. გამაცადე შვილო. მაგას და გეგასია ხელი გაუშვი. პატრონი არა ყავსო ოყონ. სულ მოსმენები მაქვს ტელეფონის ვიბრაციაში. მოვიოთ. აი ესე. სულ ეს გამოვიტან და სო. მანამდე ყავას დავლევ. ადეჩანა. Let's go. Let's not just shirt. უშაქრო გავაკეთე მაგიტო.
შემლელი არის. ექვსი ნაჭერი წამოვიღე დედო. და 10 ლარიო. მანამდე 4 ნაჭერი წამოვიღე ვიდეოში თქვი. სადღაც 3 ლარამდე იყო. ძალიან მინდოდა ყავა წასვლამდე, მაგრამ ვერ მოვასწრებდი. ძალიან მივილია მართლა. ძალიან ფომფოლა და რამე არ არის, მაგრამ გემრიელია. საერთოდ მოხარშული მალაკო მიყვარს მე. კრემებში ძალიან მიყვარს. კარგი. ახლა გადახედებ და მე მოვასხამ. აი. ასე გამოიყურება. ეხა დავამატო თამაში ტომატი და სუნელები. აი ასე. მე იმდენს ვიყენებ, რომ მე მარილი არ მჭირდება. წვანილი და ეხა აი მესადურებული წყალი. აი ეხა შავ პილპილს დავამატებ. მოხანისაც ეს იმიტომ უყვარს, რომ ხინკლის გემოაქო იძახის მერე. აი ასე. ნახეთ, ვიცი ამდენი არც სუნელი გეყვარებათ, არც მწვანილი, ეს მხოლოდ ჩვენ გვიყვარს, ეგრე მე ვფიქრობ. ასე რომ ყველა ძვირფასებო არ არის პრობლემა, ვისაც როგორც გიყვართ, ისე მოამზადებთ. ზოგი ყველსაც აყრის და მე სხვათა შორის ყველითაც მიყვარს გახეხილით. ოხონდ მე რომ მოვაყრით ჩემ თეფშზე, ბავშვებს არ უყვართ. ასე რომ აქ არ არის არანაირი პრობლემა. მე ხომი მინდა ძალიან. ხომი და ყველი, მაგრამ ამასაც დიდი სიამოვნებით მივითმევ. სუნელი უნდა დაიშალოს. ეს. მოკლედ ესე ჩემო კარგებო. მოვჩ. გემოები გაუჯდეს, ეხა მე ვადუღებ. ვიცი რომ ბევრი არ ადუღებს და უბრალოდ მოხარშულ მაკარონს ამ ცალკე გამზადებულ ხავხს, სუნელებს, ტომატში და ასე შემდეგ ამას მერე მაკარონს მოასხამენ და ესე მოულევენ, მაგრამ ჩემ შვილებს არ მოეწონათ ისეთი და არ ჭამეს. ჩემმა დედამთილმა გააკეთა და არ ჭამეს. მაგიტომ ასეც არიან მიჩოული. იმ მაკარონსაც მე რა ვიცი, გემო აქვს იმ სუნელების და რაღაცის უფრო აჯდება, მე მგონი გემო. რა ვიცი. მოსწონთ, თავარია და მიითმევენ. ეხა ამას ადაერთი 5 ჯერ შეჭამს და დამიჯერეთ და მერწმუნეთ იმ დიდ თეფს სავსეს. არ დატოვებს ერთ ლუკმას. იმდენად უყვარს. ნახევრამდე არ მაქვს ჯერ ნაჭამი ეს. წელს ჩიჩილაკი არ მქონდა. წვენი არ ექნება.
აშრება. თერიც უფრო გაუჯდა. გაჩენოთ. ეს შრება ის წვენი და საერთოდ არ ექნება. ვარ ჩანს აქ ღია ჩანს უფრო და წითელია. კვასა. მეგეთ. ცოტა გაჩივდეს. კარგიდე? შუქი. რატო არ მითხარით არავინ? ბნელა შენთანო. ზოგან ბევრი აქვს კრემი, ზოგან არა. დედო. ფულგაგეთ. უყვარს რაკდას. მარილი არ გამიკეთებია აქვს. დედო. შია, ესენდა. შეიძლება ჯამე კლავ ტკბილიო მე პირიქით გავაკეთე. ორი ყლობი დამჭა. ამასაც ვერ შორდები და ისიც მინდა. კაი, მაგიდაზე ის გადახსნილი მაქვს მაინც გადასაფარებელი. და მისვარებ. კოკა-კოლა გადაასხა დილითა და წავედი. მინდა ეხლა მეც შევჭამ დავისხამ. ცხელი ვარ ისე. ბედნიერ მშვიდობიან პოზიტიურ. ნაყოფიერ დღეს გისურვებთ ყველას.